საყოფშვიდობისა კვირას 9 საათზე თქვენ პოსტფაქტუმს უყურებთ, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. გმირების საბედისწერო და შეუსრულებელი მისია და ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა დაადუმა. გარდაცვლილი პილოტები ყველაზე უფრო გამოცდილები იყვნენ, რომლებსაც წარმოუდგენელი სირთულის სამაშველო ფრენები აქვთ განხორციელებული თავისი კარიერის განმავლობაში და ამისი ამსახველი მდიდარი ვიდეო მასალა ჩვენს არქივსაც უხვად შემორჩა, რამდენიმე წუთში უფრო ვრცლად ნახავთ იმ ძალიან რთულ სამუშაოებს, იმ ძალიან რთულ კლიმატურ თუ გეოგრაფიულ პირობებში, რომლებსაც ეს ადამიანები თავკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებდნენ, იმიტომ რომ სხვებს უნდა დახმარებოდნენ, ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და სამაშველო სამუშაოები უნდა დაესრულებინათ, მieყვანათ ბოლომდე. მათ ბორტზე ასევე გამოცდილ და მამაც მაშველებთან ერთად თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის 2 ექიმიც იმყოფებოდა, რომლებსაც დაშავებულისთვის უფრო სწორად პირველადი დახმარება უნდა გაეწიათ. ეს ადამიანები 10 წლეულების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ თავის სამშობლოს, თავის ხალხს, თავის პროფესიას. დღეს ამ გმირებს მთელი ქვეყანა გლოვობს. ესენი არიან ადამიანები, ვისთვისაც სხვების გადარჩენა, სხვების დახმარება ცხოვრების მთავარი მისია იყო. თუმცა გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ არაერთ საკითხზე დაგვაფიქრა და უპირველეს ყოვლისა იმაზე, რამდენად სერიოზულად ვუდგებით ჩვენ საზოგადოება, ჩვენივე უსაფრთხოებას, რამდენად სერიოზულად ვუდგებით იმ პრობლემებს, რომლებსაც წლიდან წლამდე ვუყურებთ. მაგალითად 13 ივნისის სტიქია ავიღოთ. მაშინაც გამოჩნდა საჭიროება იმისა, თუ რამდენად ჰაერივით გვჭირდება თანამედროვე სამაშველო ტექნიკა, რამდენად ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით მდგომარეობის შესაცვლელად. რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რამდენი სტიქიური უბედურება ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა თითოეული წამი, თითოეული წუთი გადამწყვეტი ყოფილიყო ადამიანების დასახმარებლად და ყოველთვის, როცა ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გვიჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ გვყავს ამ ქვეყანაში თანამედროვე სამაშველო ტექნიკა, როცა მილიარდებს ვხარჯავთ მაგალითად ჩინოვნიკების პირად კომფორტში. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა კი ის გმირი ადამიანები, ვინც საკუთარ საქმეს და სხვების გადარჩენას შეეწირა. უძლიერესი მფრინავი ერთ-ერთი ამ ქვეყნის ყოველთვის გადამრჩენელი და ყოველთვის რთული ოპერაციის შემსრულებელი. რა მოხდა არ ვიცი. აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოლოს მის მეუღლეს თამარ ასანიშვილს ესაუბრა. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სახლში 5 წლის უნახავი შვილი და პატარა შვილიშვილი ელოდებოდა, რომლებიც ამერიკიდან სამშობლოში 2017 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდნენ. კონტაქტი ქონდა ზუსტად გაფრენის წინ და მითხრა, რომ ასეთი ამბავი მოხდა, გადაიჩეხა. ვიღაც და უნდა მამოვიყვანო და 1 საათში დავბრუნდები და ველოდებოდი. ბავშვები გამომიყვანეო, მითხრა და ველოდებოდი და ვეღარ დაბრუნდა. ესეთი სიხარული ქონდა ჩემ შვილიშვილებთან უნდა დავესენო. ამოიძახეს წავიდა და ესე დამთავრდა იმის. სიხარულიც და ყველაფერია. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. მამის მსგავსად ცხოვრება საავიაციო სფეროს დაუკავშირა. საზალორია არა მარტო ეკიპაჟის მეთაური, არამედ ფრენების დარგში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ათეულობით წლის მანძილზე სრულიად წარმოუდგენელ დავალებებს ასრულებდა. მათ შორის შეგვიძლია გავიხსენოთ 2012 წლის სამაშველო ოპერაცია. დაშავებულების გადასარჩენად მყინვარწვერზე ვერტფრენის დაჯდომის მომენტში ქარი შეიცვალა და ვერტფრენმა ვარდნა დაიწყო. ერთი რაც მოვასწარით, ეს უკვე წამების ამბავი იყო, რომ შემოგვეტრიალებია ვერტფრენი და გადაგვეგდო ხეობაში. და მოგვცა იმის საშუალება იმ 1-2 წამმა, რომ გამომძვრალიყავით და წამოსულიყავით. სიცოცხლისთვის საშიშ და ამავდროულად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაში ყველაზე დიდ ბედნიერებას თითოეული გადარჩენილის სიცოცხლე ანიჭებდა. 95 წელში ჩავაბარე რუსეთში საავიაციო სასწავლებელში. დავამთავრე 99 წელში ვიფრინე გამანადგურებლებზე. 91 წელში დავბრუნდი საქართველოში.
იმ მომენტში დაიწყო აფხაზეთის ომი, ახალგაზრდა ფრინავი ვიყავი, მეორე ფრინავი და მომიწია წასვლა. ვასრულებდით ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებები ჩაგქონდა, ხალხი გამოყვავდა, დაჭრილები, ჩვენი გარდაცვლილი ბიჭები. გახსენებით რო გითხრათ, აი ძალიან წარეთ მახსენდება. ტრაგიკული ფრენის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტფრენში ეკიპაჟის წევრებს შორის ზაზა ლორიას გვერდით მისი მეგობარი და ასევე გამოცდილი მფრინავი 53 წლის დიმიტრი ქააძეც იმყოფებოდა. უყვარდა თავის ქვეყანა, თავის სამშობლო, თავის სამსახური, რომ ვიდეო და ისიც ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ ყოველი აფრენა სამწუხაროდ დაფრენით არ სრულდება. რომ ვეუბნეოდი, წამოდიდი მამეთქი 20 წელი შეგისრულდა უკვე და არაო. ვერ უღალატებ მე ჩემს ბიჭებს. შესაძლო რისკები გათვითცნობიერებული ჰქონდა, თუმცა პროფესიაზე უარის თქმამ არასოდეს უფიქრია. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 2007 წლიდან ცხოვრებამ ავიაციას საბოლოოდ დაუკავშირა. მომავალი მეუღლეც სასაზღვრო პოლიციაში გაიცნო. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე კი მისი სახელი და გვარი არაერთ ურთულეს ფრენასა და სამაშველო ოპერაციას უკავშირდება. მის პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე მისივე სიცოცხლეში ბევრს საუბრობდნენ და ბევრი ჩვენი თვალითაც გვინახავს. 2017 წელს 5 ივლისი იყო, მე მგონი ზუსტად ეს თვე. ხოროწყუში რო გადაარჩინეს მაშინ დააჯილდოვეს ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. ეს სასაზღვრო პოლიციის მფრინავის ღირსების ორდენი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გადასცეს. დიმიტრი ქააძემ სხვა ეკიპაჟის წევრებთან ერთად 2 ადგილობრივი მეთევზე სიკვდილისგან იხსნა. რაღაცა განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა, რომ აი მამაცობა, გმირობა არა, ეს დღის რუტინა როგორიც გაქვთ თქვენ, ზუსტად ისეთი რუტინა ის იმათთვის, ანუ ნებისმიერი ზაზასთვისაც იგივე იყო ლევანისთვისაც. ან დროსთვისაც, რა ვიცი, ყველასთვის. ტრაგიკულად დაღუპულთა შორის ბორტზე დიმიტრი ქააძის ბავშვობის მეგობარი იმყოფებოდა, ტექნიკოს ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი. ერთად ხშირად დაფრინავდნენ. 2017 წელს ბორჯომში ხანძარს ერთად ებრძოდნენ. ასე იყო ახლაც. ლევან ჩოხელი მთის ხალხისთვის დიდი იმედი იყო. გარესამყაროსგან მოწყვეტილ ადამიანებს დაუღალავად ემსახურებოდა. გვიწევს ხალხთან დახმარება, რადგან გზა წელიწადში 6 დაკეტილი არის. გვიწევს ნივთების გადატანა. ასევე გვიწევს სამაშველოსთან დაკავშირებით არის ხანდახან რომ სოფელში მაცხოვრებელი არის ხან შეუძლო, თან ჯანმრთელობიდან გამომდინარე გზა დაკეტილია, გვიწევს მათი დახმარება სამედიცინო თვალსაზრისითაც კი. ძირითადად ტრანსპორტირებას გულისხმობ. წვერის სიცოცხლის გადარჩენა შეეწირა. ძალიან ბევრი ყავს გადარჩენილი, ძალიან ბევრი, უამრავი. მას და მის ეკიპაჟს გამოცდილები იყვნენ ძალიან მაგარი ბიჭები. უბრალოდ ცალუყვართ. თქვენ არიცით რა ლამაზია საქართველოს ზემოდან. და იმიტომ მეუბნებით, რომ არ გეშინია ეს მაინც სარისკო პროფესია, მაინც რაღაცა არის. თქვენ ერთხელ მაინც რომ დახედოთ ჩვენს ქვეყანას ზემოდან, მე აღარ გვეტყვით ასე, ისეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ქვეყნისთვის თავდადებულ გმირ მფრინავებს შორის ეკიპაჟის ყველაზე პატარა წევრი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 25 წლის ანდრო ქუჯოშვილი იყო. ეს კადრები სწორედ ამ საბედისწერო ფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მის მეგობარს გადააღებინა. ანდრომ სწავლა 1 წლის წინ დაასრულა და პროფესიონალი ფრინავებისგან გამოცდილებას აგროვებდა.
უბედურ შემთხვევას საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და თავდადებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი, ქეთევან გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკიც შეეწირა. ისინი თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. ქეთი 16 წელი ემსახურებოდა მის ქვეყანას. წარმოშობით კახეთიდან იყო, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად ვერ სტუმრობდა მის მშობლიურ კუთხეს. გიორგიმ და ქეთიმ დათმეს სიცოცხლე იმ მუნდირისთვის, რომელსაც წლები ღირსეულად ატარებდნენ. ერთი გუნდის წევრებისთვის პარაპლანისტის გადარჩენა ბოლო გამოძახება იყო. ძალიან მამაცი იყო, ენით აუღწევლად მამაცი და გმირი იყო ნამდვილად ჩვენი გიორგი. მას არ ყირდებოდა რაღაცა თქმა, თხოვნა, ხვეწნა. ის იყო მოწოდებით ექიმი. ის ყოველთვის პირველი მიდიოდა ძალიან კრიტიკულ და მძიმე მისამართებზე პაციენტებთან. ეხლა ეს შემთხვევა იყო, როცა სიცოცხლის გადასარჩენად წავიდა ხობის დასახმარებლად, მაგრამ საკუთარ შესწინა ამ ამბავს. ტრაგიკულად დაღუპულთა შორის არიან მაშველებიც, გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა. მათ სახელს არაერთი სამაშველო ოპერაცია უკავშირდება. მათ შორისაა ბათუმის ტრაგედიაც. ისინი თავდაუზოგავად იბრძოდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად. გმირ მაშველებს ერთი საქმე ჰქონდათ და ერთი იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ: ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. და სწორედ ამ მიზნისთვის მიფრინავდნენ გუდაურშიც. ეს იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც საკუთარ სამშობლოსა და პროფესიაზე თავდავიწყებით იყვნენ შეყვარებულები და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად იყვნენ გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანი გადაერჩინათ. გლოვობს ყველა, მათ ოჯახის წევრებთან, კოლეგებსა და ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი ადამიანები. მთელი ქვეყანა ქეთს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული 8 გმირის წინაშე. რა გარდაცვლილი უმძიმესი ტრაგედიისგან დადუმებული ქვეყანა, ძალიან დიდი დანაკლისი და უამრავი კითხვა, რომელიც გუდაურთან მომხდარმა შემთხვევამ გააჩინა. ახლა გლოვის დღეებია, მაგრამ ეს კითხვები, რაც აი ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა, მოცდის დროს არ გვიტოვებს. ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს. წლებია უკვე ვსაუბრობთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას, რომლის მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია, რომლის რელიეფიც მეტწილად მაღალფრთიანი და მიუდგომელია, ჰაერივით სჭირდება გამართული სამაშველო სამსახური და გამართული და თანამედროვე ვერტმფრენები. ამისი საჭიროება 13 ივნისის ტრაგედიის დროსაც გამოჩნდა. ამისი საჭიროება ჩანს ყოველთვის, როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება და ასეთი შემთხვევები მომავალშიც აუცილებლად მოხდება. არა და ჩვენ ვსაუბრობთ ვერტმფრენზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის განკარგულებაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე გამართულ ხომალდად ითვლებოდა, რომელსაც ყველაზე გამოცდილი პილოტები მართავდნენ და როცა აი ამ ვერტმფრენს კუდის ძვრება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გასაგები ხდება, რომ რაღაც ისე ვერ არის. არა და ამ მოძოლებული საბჭოთა ტექნიკის შენახვა წლიურად ისედაც მილიონობით ლარი ჯდება. შესაძლოა რაღაც სამუშაოებისთვის მირვა მართლაც გამოსადეგი და უფრო შესაფერისი ტექნიკა იყოს, მაგრამ ჩინოვნიკები ოფიციალურ დოკუმენტებში შემზარავ რეალობას ერთმანეთს ვერ უმალავენ. პირდაპირ რომ წერენ, რომ ყველა საფრენი აპარატის რესურსი დიდი ხანია გაწურულია. ან როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებამ ერთი თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი ვერ იყიდა 10 წლის განმავლობაში, როცა იმავე ხნის განმავლობაში მაღალი კლასის მანქანებზე, პრემიებზე, ავეჯზე, სხვა სახის პირად კომფორტზე მილიარდებია დახარჯული. სად მიდის ბიუჯეტში გადახდილი ჩვენი ფული, თუ კი ყველაზე მძიმე, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ნახევარი საუკუნის წინანდელი ტექნიკის და ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ. თუმცა შეკითხვები სხვა მხრივაც მრავლად გაჩნდა. რატომ დაიგეგმა ოპერაცია მაინც და მაინც ასეთი ფორმით? რატომ აღმოჩნდნენ ბორცზე სასწრაფო ექიმები და არა ვთქვათ პარამედიკოსები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ წესი? რთული და მიუდგომელი რელიეფის პირობებში დასაშვები იყო თუ არა საერთოდ ვერტმფრენის და აი ამ კონკრეტული სახეობის გამოყენება? ხომ არ გადაწონა ვიღაცის PR ინსტინქტებმა? ადამიანურმა ფაქტორმა იჩინა თავი ამ შემთხვევაში თუ დაუძლებელმა გარემოებებმა? ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური სიზუსტით, რამდენადაც ამისი შესაძლებლობა დღევანდელი გადასახედიდან არსებობს, აღგვედგინა რა მოხდა იმ ტრაგიკულ დღეს გუდაურთან.
და ეხლა წდება, აი ის კუდის ნაწილი. ხო, მეორე მოძრაობას, ხო. ანუ ამ დროს უკვე გაცნობიერებული აქვს რაც ხდება. თითქოს აი წამებია, მაგრამ აი წამებში დაწყებული ბავშვობიდან, ბავშვობის მეხსიერებიდან უკვე თვალწინ გიდგება ყველაფერი. მე რამდენჯერმე მაქვს ეს გამოცდილება. რო აი ეხლა უკვე მორჩალა. რეალურად გუდაურში და რამ გამოიწვია საბჭოთა მირვის ჩამოვარდნა. საბოლოოდ რატომ დაიღუპა 8 ადამიანი? იმ მომენტში შეიცვალა ქარმა მიმართულება და აი ოდნავ შეუცვალა ამ იმას ვერტფრენს. ის მდგომარეობა აი 10-15 სანტიმეტრით გადაადგილება ფაქტიურად ამ სიმაღლეზე შეუმჩნეველია და ამ დროს წამოვარდა ეს უკანაეს. კატასტროფიდან რამდენიმე საათში ჩვენ სასაზღვრო ავიაციის ყოფილ უფროს შამილ ქორთოშიძეს ხვდებით. ამ ეტაპზე ჩვენს ხელში მხოლოდ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრებია. რა მოხდა რეალურად? ჩვენ ახლა ვეცდებით დაახლოებითი სურათი აღვადგინოთ. 16 საათსა და 30 წუთზე პარაპლანი კლდოვან მასივში პლატოდან ეშვება. მან გეზი ეგრეთ წოდებული კლდოვანი გალერეისკენ აიღო. ფრენისას პარაპლანი ხევის ვიწრო ყელში გადის, სადაც ქარის ორპირი ნაკადი ერთმანეთს ეჯახება. ფრინავს აღმოსავლეთ კლდოვან მასივს ანარცხებს. მალევე დგება გეგმა, განისაზღვრება ლოკაცია და 8 ადამიანი მირვაში ჩდება. ლოკაციაზე მიფრენილ მირვას რთული მეტეოროლოგიური პირობები ხვდება, რასაც ემატება კლდოვანი მუხლი, რაც ჯალამბარიდან სამაშველო ტროსის ჩამოშვებას პრაქტიკულად გამორიცხავს. ამიტომ ვერტფრენი კლდოვან მასივთან ახლოს მიდის. ძლიერი ქარი სამხრეთიდან უბერავს ვერტფრენის კუდი, ანუ ხრახნი კლდის ნამცხროებს ედება. კუდის სამვინზე დამაგრებული რედუქტორი პროპელერიანად ძვრება. კარგავს ბალანსს და ვერტფრენი ხრამში ვარდება. აქ იყო რა, იქ კადრში ჩანს რომ ის პარაპლანის სადღაც კლდეზე იყო დაკიდებული და ამათ უნდა მოეყვანათ ამით უნდა ჩაეშვათ ეს ტროსი ჩაებათ ის და ამოეყვანათ და ფაქტობრივად ეს მაღლა იყო, მაღალ სიმაღლეზე იყო და აი მაღალ სიმაღლეზე როცა არის რა, აი პატარა გადაადგილება შეუმჩნეველია ამ ვერტფრენს. რომ შეეჯახა, მე ხო ეს ამ ინერციით გამოაგდო ეს და დაიწყო ტრიალი. მე როგორც ვფიქრობ ახლა მე ეს ზაზა შეეცადა ამ ვერტფრენის დამორჩილებას რა. ამ დროს უკვე დაზიანებული ეს უკანა კუდის ხრახტი მოწყდა ამ იმას. გახდა ფაქტიურად უმართავი. უკანასკნელ 2 წელიწადში ამ ნაწილში 15 სხვადასხვა ფატალური შემთხვევა მოხდა. 9 წლის განმავლობაში რაც მუშაობდით, ყოველთვის თუ პარაპლანი იმტრეოდა, პარაპლანერისტები იმტრეოდნენ, იმტრევიან მაგ კონკრეტულ მონაკვეთში. მაგას ჩვენ ვეძახით გალერეას, ის გასასვლელი რაც არის ნახევართუნელი და სულ აი პრობლემა პარაპლანერისტებს მან დაქვთ, იმიტომ რომ მან დაირ რთული ნაკადები ქარის როგორც ჩანს. ეხლა ერთი პრობლემა იმისი რომ ეხლა როიცი რომ ყოველ წელს იქ რაღაცა ხდება, მოდი რა მოერიდე და სხვა განიფრინე, მაგრამ ეგ სხვა თემა. მეორე ფაქტია რომ მან არაერთხელ და მესაზღვრეების თქვენ ყოველ წელს 3-4-5 ინციდენტი ხდება ხოლმე. რიგ შემთხვევებში ყოველთვის როდესაც მან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან ვინმე იმტრევა, მაშველები თოკებს ჭიმავენ ხოლმე გალერეიდან და ქვევით ჩადიან თოკებით და თოკებით ამოყავთ. ვინაიდან რთული რელიეფია, მან როგორც წესი ავიაციას არ ხმარობთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენც პირადად არაერთხელ მოგვართეს, მაშინ როდესაც სახელმწიფო ვერტფრენები წყობში არ იყო, რომ იქიდან გამოგვიყვანა და ჩვენ ეს სამუშაო ოპერაცია ვერ ჩავატარეთ, იმიტომ რომ ჩვენი რესურსით ამისი არც ტექნიკური და არც ფიზიკური უნარები არ ქონდა ასეთი რთული ოპერაციის ჩატარების. კადრებში ჩანს, რომ ვერტფრენს ჟალამბარი უკეთია და მზადაა ტროსის დასაშვებად, მაგრამ შესაძლოა სწორედ ძლიერი ქარის გამო ჟალამბარი ტროსიანი კალათის დაშვება ვერ მოხერხდა, რადგან ლოგიკურად არსებობდა დიდი შანსი იმის, რომ ვერტფრენის აწევის შემდეგ დაზარალებული კლდესთან შეჯახების მასშტაბი გაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით პილოტი ცდილობს ახლოს მივიდეს ობიექტთან. ჟალამბარის
სტროსი რაც არის ზედ ამას აქვს თავისი ლიმიტი სიგრძე იმიტომ რომ ჯალაბარი ეს ხო კოჭაა და ამ კოჭაზე ვერ დაამაგრებ მაგალითად 200 მეტრიან ან 150 მეტრიან თუმცა თავისი ლიმიტი აქვს აქედან გამომდინარე ერთ-ერთი მაგალითად მიზეზი რატო არ გამოიყენეს ჯალაბარი შეიძლება იყოს ეგ რომ არის გრძელი დისტანცია მაგრამ ისევ და ისევ ხა აი მაგ კონკრეტულ წერტილში იყო თუ არა მიზანშეწონილი ჯალაბარის გამოყენება ეგ კიდე ცალკე თემაა მე თუ მკითხავ იმდენად რთული რელიეფია მე სუბიექტურად მე რომ მკითხო იქ ვერტფრენმა სამაშველო ოპერაცია არ უნდა ჩაატაროს მაგ კონკრეტულ წერტილში ანუ რამ გამოიწვია კატასტროფა პასუხი ცალსახაა რთული მეტეოროლოგიური პირობები და ადამიანური ფაქტორი ხედავთ ხო და ეს არის მაგრამ რა მიიყვანა აქამდე ანუ ჯაჭვური პრობლემა აქვს პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ინციდენტის ფაქტი პრობლემა არის ბევრად უფრო ღრმა ანუ ჯაჭვი ამ გარემოებების რატო მაგალითად აი ამ სამაშველო ოპერაციის სხვანაირი წარმართვა არ მოხდა პროცესების განსხვავებულად, ანუ სხვანაირად წარმართვა უპირველესად აქ ადგილზე უკვე ნაცადი ხერხი იყო. მთავარი იყო ალპინისტების დაკიდება და თოკით კლდეზე ჩასვლა, რაც ამ მონაკვეთში მანამდეც უამრავჯერ გამოუყენებიათ და რაც სამწუხაროდ გამოიყენეს კიდეც მას შემდეგ, რაც უკვე 9 ადამიანი დაიღუპა. სწორედ თოკით ჩასვლის შემდეგ გამოიყვანეს ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტი. აი მიმდან თვითონ იმგვირებიდან ხო? ჩამოდის აი რაღაცნაირად ესეთი ის იყო რა ჩამოსასვლელი აი ფაქტობრივად ხო და აი ეს შეეცადნენ ახლოში მისულიყვნენ რთული გეოგრაფიული ლოკაცია მეორე არის რთული მეტეოროლოგიური პირობები და მეტეოროლოგიაში ამ შემთხვევაში ვიძახი ქარის ნაკადები ქვევი და აღმავალი და დაღმავალი აპდრაფტები და დაუნდრაფტები და საკმარისია მან როგორც ჩანს ვერტფრენი ცდილობს მაქსიმალურად ახლოს მივიდეს კედელთან რომ ეს კლდის ქანობი რაც არის დახრის კუთხე გააკომპენსიროს და მაშველი ახლოს მივიდეს დაზარალებულთან და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ასე ვთქვათ ან ქარის ნაკადმა ალბათ მიწევა ვერტფრენის ახლოს კედელთან და კადრშიც ვხედავთ რომ კუდის პროპელერი ხდება და ფაქტიურად ხეხავს კლდეს რაც იმას ნიშნავს რომ კუდის პროპელერი ამით დაზიანდა მირვა 60 წლის წინანდელი საბჭოთა მრავალფუნქციური ვერტფრენია. საბრძოლო მოქმედებების გარდა იყენებდნენ სამოქალაქო ავიაციაში მგზავრების გადაყვანისას, სამაშველო სამუშაოებში, პრაქტიკული ხანძრის ჩაქრობისას. მისი უკანა პროპელერი 3 ძირითად ვინტზეა, მთავარი 5-ზე, გამოირჩევა კარგი მობილობით, ძლიერი ფრთებით. ერთი შეხებით ის ხეზე, კლდეზე ან ტროსზე გამოდებით არ ზიანდება. შესაბამისად, წამიერი შეხებით რედუქტორის მოგლეჯვა წარმოუდგენელია. ჩემი თვალით მაგ ნანახი ვერტფრენის უკანა კუდი მოხდა ძროხას. ძროხა გადაჭრა გადაფლითა. ვერტფრენი აფრინდა და გააგრძელა ფრენა. ანუ ეს კომპოზიტური მასალები რაც ვერტფრენის რითგანაც ვერტფრენის ესე რა ქვია პროპელერები შედგება. არის ძალიან გამძლე, ძალიან ძლიერი რაღაცა. ესენი არის კომპოზიტური ფაიბრგლასი არის და თან ისა აქ რა ქვია ტიტანის კომპოზიტები არის შიგნით კიდე. და ძალიან ბევრ დატვირთვას უძლებს და რაც თავარია არ იშლება. ანუ ერთი რაღაცას რომ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან სწრაფად ტრიალებს, ეს უცებ არ იფლითება და არ იშლება. რასაც ვიდეოში ვხედავთ, უბრალოდ რომ გავაქარწყლო, აი ჰიპოთეზა, იმიტომ რომ უამრავი რაღაცა იწერება. რასაც ჩვენ ვიდეოში ვხედავთ არის ის, რომ კედელს ეხახუნება და კაი ხანი ეხახუნება, იმიტომ რომ აი როგორც ისე რა ქვია ბალგარკა ეგრეთ თლის კედელს და ჩანს კიდეც რა და მე ეს გასწორებას რო იწყებს ნაწილი, ანუ ნატეხი ამას ძვლება და ნატეხები აქეთ-იქით შევდება. ქვეყანას დღეს ყავს გამართული 3 ევროპული ვერტფრენი, ისევე როგორც 3 საბჭოთა მირვა. მსგავსი ტიპის სამაშველო ოპერაციებისთვის. თუმცა რატომ გადაწყდა ასეთ რთულ რელიეფზე სწორედ მირვის გამოყენება ეს ალკე საკითხია, მით უფრო მაშინ, როცა H125-ის გამოყენება ძირითადად მთაში და კლდოვან მასივში ხდება. მისი ზომის სიმცირის გამო, რადგან მირვის სიგრძე 125 მეტრია, ეკოლერ H125-ის სიგრძე კი 13 მეტრი. ანუ რისკი იმის, რომ მისი კუდი შესაძლოა კლდეს გამოდებოდა, ამ შემთხვევაში 0-ის ტოლფასი იყო. ესენი არის ეგრეთ წოდებული H125, ასევე ქვია B3 და საკუთრად ცნობილია როგორც ეკორელი, ანუ ციყვი ფრანგულად რო ვთქვა. ეს ვერტფრენები ჩვენ გვყავს 3 ცალი ვერტფრენი. ერთი ცალი საზღვრის დაცვას ხავს, 2 ცალი ნავიგაციას ხავს. ნავიგაცია იყენებს
ანალოგიურად კატასტროფების შემთხვევაში ძებნის ეგრეთ წოდებული search and rescue-თვის პირველადი ასე ვთქვათ რეაგირებისთვის და ამისთვის საჭიროა რომ არსებობდეს ერთი ვერტმფრენი რომელიც გადაფრინდება კატასტროფის შემთხვევაში და გააკეთებს ლოკალიზებას მისი ანუ მონიტორინგსებიდან და ასე შემდეგ. თავის დანიშნულება აქვს. ამის გარდა ეს იგი საზღვრის დაცვას ყავდა თუ არ ვწდები 2 ან 3 მირვა საფრთხე მდგომარეობაში გამართული და მათი ტექნიკური რეგლამენტი საკმაოდ რთული იყო და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა. შესაბამისად საჭირო გახდა ნელ-ნელა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ნავიგაციის ევროპულ რელსებზე გადაყვანა. პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო. თავდაპირველად სუპერპუმები შეიძინეს. პროცესის ინიციატორი კი მიხეილ სააკაშვილი იყო. პრაქტიკულად ჩვენ ყავს რუსული ვერტმფრენები, რომელსაც მარაგმონაწილეებს არ გვაძლევს რუსეთი და საქართველო იძენდა ახალ ვერტმფრენების ფლოტს და ხალხისთვის ადვილია თქვა, რომ თქვენ ადგილად ვერტმფრენები, ხალხს ესე უჭერს, რა თქმა უნდა ხალხს უჭერს. მაგრამ ხალხს ჭირდება საწარმოებიც, ხალხს ჭირდება სოფლის მეურნეობაში დახმარება, ჩვენ ავართ მაღალმთიანი ქვეყანა და გვჭირდება ვერტმფრენები, იმიტომ რომ ტურიზმი უნდა განმოვითაროთ, სამაშველო ოპერაციები უნდა განმოვითაროთ, ჩვენ ჯარს ჭირდება, ჩვენ პოლიციას ჭირდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ რუსულ მირვა ვერტმფრენებს და კერძო სამოქალაქო რეესტრში არსებულ მირვა ბორტებს ფრენები აეკრძალათ, რადგან ის მოძველებულ და სახიფათო ტრანსპორტად ჩაითვალა. გაჩერებული და დახარვეზებული კერძო მირვები ჩვენ თბილისთან რამდენიმე ასაფრენ ბილიკზე დავაფიქსირეთ. ეს აეკრძალათ წლის დასაწყისში, იმისი რა ქვია, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ შევუერთდეთ ევროპულ სტანდარტებს და მირვები ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვათა შორის და ამისთვის ჩვენ ადრევე უნდა მომზადებულიყავით და აქედან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ყველა მირვას, რომელიც საქართველოში იყო რეგისტრირებული და შეგიძლიათ რეესტრი შეამოწმოთ, დაახლოებით 14 ვერტმფრენი იყო ჯამში, ყველას მოუხსნა რეგისტრაცია და არც ერთს უფლება აღარ აქვს საქართველოში, რომ სამოქალაქო დანიშნულებით იფრინოს. ხელშეკრულებები დაიდო შუა აზიის ქვეყნებთან, ანუ ქართული რეესტრებიდან ეს ვერტმფრენები ამოიღეს, გადაიყვანეს იქაურ რეესტრში და მერე უკვე ამის საშუალებით მოხდა მათი გაქირავება, შესაძლებელი იყო მათი გაქირავება უკვე თურქეთში ხანძრებს. და 2 ბორტი იქ წასულია და მუშაობს ქართული ეკიპაჟები მუშაობენ იქ, ეს არის ბუნებრივი პრაქტიკა. და პლუს ამას რამოდენიმე ქართული მირვა ასევე მუშაობს აფრიკაში. ლორია ქააძის ბორტს მრავალი მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაცია აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ბორტის ნომრით 002. მაშინ ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში ლორია ქააძის შემადგენლობამ წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა. მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით 2 ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარე ხობის წყალში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე იყვნენ დარჩენილები. ეს 2017 წლის 7 ივლისს მოხდა. ზუსტად ერთ თვეში ბორჯომში ხანძრები დაიწყო. ყველა მირვა და პილოტის მივლინება სწორედ იქ ხდება. იმ ბორჯომის დროს თქვენ სიმუშავეთ მაგალითად ხო იმ ხანძრის ამბებზე? დღეში აკეთებდით მე მგონი? დღეში ერთხელ გავაკეთებ დღეში 113 დასმვა. 13 საათი ვიყავი ჰაერში. ხანძრისას გამოჩნდა, რომ არც პილოტები და არც ვერტმფრენები ქვეყანას საკმარისი არ ჰქონდა. ხდება ბელორუსიდან და თურქეთიდან ტექნიკისა და ადამიანის რესურსის ქირაობა. ანუ საშუალოდ შამილი ხანძრების პერიოდში ბორჯომში ჰაერში 7-დან 10 საათს ატარებდა. სწორედ აქ ხდება ჩამოვარდნა. ვერტმფრენი ბორტის ნომრით 002, რომელიც ერთი თვის წინ ჩხოროწყუში სასწაულ გმირობას ჩადის, მოულოდნელად გუჯარულაში ვარდება. მაშინ გადავრჩით ბორტზე მყოფი პილოტიცა და ორივე მაშველიც სიკვდილს გადარჩა. საკმარისია ვერტმფრენს რომელიმე კომპონენტში არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის საათობრივი თუ ეს არის კალენდრული, იმიტომ რომ ასევე კალენდრული რესურსები არსებობს. თუ კალენდრული რესურსი გაუვიდა ტექნიკური მომსახურების და ყველა ეს რესურსი არის დათვლილი ეგრეთ წოდებული ბუფერით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქ 100 საათი, 100 საათზე უნდა გაჩერდე, გაარემონტო. ხანძრის ჩახრობის შემდეგ საქართველო ვერტმფრენების გარეშე დარჩა. ასეთმა გადატვირთვამ რესურსის მალე ამოწურვა გამოიწვია. მირვას ნაწილები და კაპიტალური რემონტი ხელმისაწვდომი მხოლოდ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში იყო. ჩვენი არჩევანი ძირითადად ამ ქვეყნებზე კეთდება. არსებობს რამდენიმე ბრძანებულება, სადაც ქალაქ ორშანსკის ქარხანაში გადაუდებელი რემონტისთვის მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ. მოთხოვნილი თანხა 6,886,629 ამერიკული დოლარია. ამ თანხით მხოლოდ 2 მირვის რემონტი ხდება შესაძლებელი.
ბორჯომში ჩამოვარდნილი 002 ბორტის აღდგენა კი შეუძლებელია. ის იმდენად ძველი და უფუნქციო ხდება. სარეგლამენტო ის 100 საათიანი უკვე საჯირო ფორმა, ხო, ყოველ 50 საათში უტარდება გარკვეული სამუშაოები რა. ყოველ 25 საათიანიც არის რა, პატარა შეზეთვა ისინი უხდება ამას. შამილ ქორთოშაძე გვიყვება, რომ მირვას ლიმიტი დაახლოებით 100 საათამდეა. გააჩნია რამდენს იხდი და როგორ გინდა აღდგენა. საუკეთესო რემონტის შემთხვევაში ეს ციფრი 100 საათში ადგენს. ჩვენთან საქართველოში რესურსის აღდგენა ძირითადად 25-დან 50 საათამდე ხდება, რის გამოც ვერტმფრენის ყოველ წელიწად ნახევარში ხდება აღდგენა. უკრაინის ომის შემდგომ და მანამდეც, ანუ 2021 და 22 წლებში ბელარუსი საქართველოს სათადარიგო ნაწილებს აწვდიდა. ანუ ადგილზე ორშანსკში ქართული თვითმფრინავები 2018 და 19 წლების შემდგომ აღარ ყოფილან. დღეს ქვეყანა ნაწილებს იღებს და დელტაში არემონტებს. გარემონტებულ ვერტმფრენებს კი ინსპექტირება ადგილზე utardeba. ვერტმფრენი უახლოვდება, საფრენი აპარატი უახლოვდება ლიმიტს და ლიმიტის შემდეგ ფრენის უფლება აღარ აქვს, ეს ვერტმფრენი ჩერდება. ნებისმიერი საფრენი აპარატი. ასე აკეთებენ და სწორედ ამიტომ ხდება, რომ დღეს ჩვენ ძალიან ცოტა საფრენი აპარატები გვყავს, ფიზიკურად ძალიან ბევრი მირვა დგას, ძალიან ბევრი Mi-24 დგას, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენები დგას, იროკეზები, მაგალითად ბელის UH1H და ასე შემდეგ. საქართველოს ერთის ვერტმფრენები არის, მაგრამ ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, ტექნიკურად გაუმართავია, რესურსები აქვს გასული, ამიტომ ვერ დაფრინავენ ესენი. საბოლოოდ მაინც გამოძიება დაადგენს, რამ გამოიწვია და რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო კატასტროფა. თუმცა ფაქტი ცალსახაა, რომ ყაზბეგში არალიცენზირებული პარაპლანით ფრენების ფაქტები, ისევე როგორც ფატალური შედეგები, წლიდან წლამდე იზრდებოდა. მაგრამ პარაპლანის საერთოდ ზოგადი აკრძალვა, როგორც ეს მინისტრმა გომელაურმა თქვა, ერთი შეხედვით არასერიოზულია. რადგან სპორტის აკრძალვას ხომ არ სჯობს ფრენის ხარისხი გავაუმჯობესოთ, გამართული ევროპული ვერტმფრენები შევიძინოთ და რუსეთსა და ბელარუსს ნაკლები მილიონები უხადოთ დაძველებული ტექნიკის შეკეთებაში. ეს მილიონები კი მაინც იხარჯება ამ უკვე ამორტიზებული და უკვე მორალურად მოძველებული ტექნიკის შეკეთებაში და ჩვენ უკვე ვახსენეთ კუდი, რომელიც ასე ხილულად მოწყდა ვერტმფრენს, ეს დეტალი შეიძლება მთავარი გასაღებიც კი აღმოჩნდეს ამ ტრაგედიისა. ოფიციალური დოკუმენტებით ვარკვევთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის ეს კონკრეტული ვერტმფრენი ორჯერ შეუკეთებიათ, რაც შესყიდვის დოკუმენტაციაში წერია, ნამდვილად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. გულისხმობ როგორც აი ამ კონკრეტული ვერტმფრენის მდგომარეობას, ისე ზოგადად საფრენი აპარატების კატასტროფულ სიმწირეს, რომელიც ნებისმიერი კრიზისის დროს ქვეყანას სრულად დაუცველს და უმწეოს ტოვებს. და ისევ ამ კონკრეტულ ხომალდზე ვისაუბროთ. საინტერესოა, რომ ბოლო რემონტი სწორედ ვერტმფრენის კუდს შეეხებოდა. შეიცვალა ლოპოსტი და კუდა ხრახნი. შეიძლება თუ არა ეს გამხდარი იყო, ან არასწორი სერვისი, ან საინჟინრო შეცდომა გამხდარი იყო მომხდარის ტრაგედიის მიზეზი. ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იქნება, რომელიც ავიაგამომძიებლებს გაუჩნდებათ და ალბათ კუდის ერთ-ერთი მთავარი დეტალი იქნება, საიდანაც ისინი საკუთარ გამოძიებას დაიწყებენ. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ზუსტად რა გახდა გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. კადრში ჩანს, როგორ უზიანდება მას კუდა ხრახნი, რომელიც მთლიანად ძვრება. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა ვერტმფრენის უკანა ნაწილი კლდეს ან ნიადაგს შეეხო, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ვერტმფრენს კუდზე შესაძლოა პრობლემა ჰქონდა. ჩვენ სასაზღვრო პოლიციის შესყიდვები შევამოწმეთ, რომ ამ ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურების ისტორია აღგვედგინა. და ვიპოვეთ, რომ ბოლოს ამ ვერტმფრენს ბორტის ნომრით GPB 10001 6 თვის წინ 12 იანვრის მდგომარეობით დაზიანებული ჰქონდა კუდა ხრახნი, ანუ ეს დეტალი. შესყიდვების დოკუმენტებში სასაზღვრო პოლიციის საფინანსო სამმართველოს უფროსი ვახტანგ ასპანიძე წერს.
გაცნობებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება Mi-8 ტიპის შველუნფრენები, ბორტი GPB 10006 და ბორტი GPB 10001, რომელთაც დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი. იმისთვის, რომ საავიაციო ტექნიკა იყოს გამართული, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ინციდენტების და საავიაციო შემთხვევების მოხდენის რისკი, შესაძყიდია 2 კომპლექტი კუდა ხრახნი, რომლებიც შედგება 1 ცალი მილისგან და 3 ცალი ლოპოტისგან. სასაზღვრო პოლიციამ ვერტმფრენის ამ დეტალის შესაძენად მოთხოვნა 9 კომპანიასთან გაგზავნა, მაგრამ ინვოისი მიიღო მხოლოდ 1-ისგან, სტენდმილისგან. ეს კომპანია თითო კუდა ხრახნში 115,000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა და იღებდა ვალდებულებას, რომ შესაძლოა ნაწილს გამოგზავნიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში. თან იძლეოდა გარანტიას, რომ ხრახნები ვარგისი იქნებოდა 1 წლის ან 300 საფრენი საათის განმავლობაში. სასაზღვრო პოლიციამ მიიღო ნებართვა, რომ კუდა ხრახნები ამ კომპანიისგან გამარტივებული შესყიდვით შეეძინა. თუმცა საჯარო სივრცეში არ არის ატვირთული დანარჩენი დოკუმენტები და ვერ ვიგებთ ამ თანხმობის მიღების შემდეგ რა მოხდა. არ ვიცით, შეიძინა თუ არა საბოლოოდ სასაზღვრო უწყებამ ვერტმფრენის კუდის პროპელერები სტენდმილისგან. თუ შეიძინა, არ ვიცით რა პირობებით. არც ის ვიცით, ვინ და სად გამოცვალა ამ ვერტმფრენებზე კუდა ხრახნები. ჩვენ დღეს ამ კითხვებით მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრესსამსახურის ზეპირი პასუხით ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდა და ვერტმფრენის ნაწილიც გამოიცვალა. თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. იმავე დეტალის შეკეთება კონკრეტულად ამ ვერტმფრენზე სასაზღვრო პოლიციას შარშანაც დასჭირდა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთულია 2020 წლის ოქტომბერში სამმართველოს უფროსი მფრინავის ვიცე-პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილის პატაკი, სადაც ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძეს ვერტმფრენის გადაუდებელი რემონტის აუცილებლობას ახსენებს. 5 თვეში სასაზღვრო პოლიციამ შესყიდვის განაცხადი შეავსო. განაცხადში წერია: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ 1992 წლის 19 თებერვალს გამოშვებულ Mi-8 ტიპის შველუნფრენს ბორტი GPB 10001, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 2014 წელს, დაუგეგმავად ხშირად მოუწია სამაშველო და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სტიქიურ მოვლენებზე და ხანძრების ლიკვიდაციაზე რეაგირება, პირადი შემადგენლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განხორციელება, ავტოტრანსპორტით მიუდგომელ ადგილებში მესაზღვრეების როტაცია, მათთვის საკვებით მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობით მომარაგება, რის გამოც საფრენი რესურსები გაუთვალისწინებლად სწრაფად ამოიწურა და მოგვიწია მისი გაჩერება. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წელს ჩატარებულ კაპიტალურ რემონტს ვადა წელს 5 მაისს ეწურებოდა და 2020 წლის ოქტომბერში პრაქტიკულად ამოწურული იყო საფრენი საათების რესურსიც. 2000 საათიდან 194 საათი იყო დარჩენილი. 2014 წელს უკვე გარემონტებული ამ ერთი ვერტმფრენის კიდევ ერთხელ შეკეთების ფასი 496,000 ამერიკული დოლარი იყო. საჭირო იყო ფრთების, მთავარი რედუქტორის და საჭის ხრახნის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების შეძენა. აქაც ვხედავთ, რომ სასაზღვრო პოლიციამ ვერტმფრენის შესაკეთებლად გამარტივებული შესყიდვის ნებართვა ითხოვა და მიიღო კიდეც, თუმცა აქაც არ ვიცით შედეგი, გარემონტდა თუ არა რესურს ამოწურული და დღეს უკვე ჩამოვარდნილი ვერტმფრენი. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული საჯარო დოკუმენტაციის შესწავლამ დაგვანახა, რომ მოძველებული ვერტმფრენების შენახვა სახელმწიფოს უზარმაზარი თანხები უჯდება და არც შემკეთებლის პოვნა არის იული. სამაშველო ოპერაციებზე წლებია პრაქტიკულად რესურს ამოწურული ვერტმფრენები დაფრინავენ. ოპა! ბიჭო, რა ქნა ესატო? აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც სასაზღვრო პოლიციას და არც სამაშველო სამსახურებს თანამედროვე დასავლური ვერტმფრენები არ ყავთ. სამაგიეროდ სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა სრულიად ახალი ვერტმფრენი ჩამოიყვანა, აი ის ხომალდი ევროპიდან, რომ არატანდნენ სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩენილ მილიარდერს. ჭtildeიდან მართვა მიძინა ივანიშვილის სტიქია ნამდვილად არის, მაგრამ გასული კვირა ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა ოლიგარქმა ჭtildeიდან გამოსვლა გადაწყვიტა. მართალია მხოლოდ ეპისტოლარული ფორმატით, მაგრამ ამ ფორმატითაც ძალიან ადვილად იკითხება, რამდენად ეშინია მას სანქციების. მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ ის დასავლეთთან ახლა უკვე პირდაპირ კონფრონტაციაში შედის და
ირიბად თავადვე დაადასტურა, რომ სადეპუტატო მანდატიანი წიტუშკები, რომლებიც ახლა დასავლეთს და განსაკუთრებით აგრესიულად კელი დეგნანს ესხმიან თავს, რეალურად მის მიერ მართული მარიონეტები არიან. ცხადი გახდა ისიც, რომ არაფორმალური მართველი პირადი გამორჩენისთვის ახლა დიდ ვაჭრობას იწყებს, ვაჭრობას ჩვენი ქვეყნის მომავლით და სტრატეგიული ინტერესებით. ცხადია, ვაჭრობას, რომლის მეორე მხარეს მისი პირადი გამორჩენა დევს. ივანიშვილი ახლა არის პანიკაში, იმიტომ რომ მისი ძალაუფლება ეყრდნობოდა გარკვეულ გაურკვევლობას თვითონ დასავლეთსა და რუსეთს შორის. პუტინმა არ მიცა საშუალება დასავლეთ, ანუ არ მოისვენა და არ მოასვენა სხვაც და შესაბამისად მივიღეთ ძალიან შავ-თეთრი სიტუაცია, სადაც ივანიშვილისთვის აღარ დარჩა მანევრირების სივრცე, რომ მან ის ორმაგი თამაში ითამაშოს, რასაც წლების განმავლობაში თამაშობდა. საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ივანიშვილი არის ნაწილი პუტინის კლეპტოკრატიული სისტემის და ასევე ნაწილი იმ ბრძოლისა, რომელიც პუტინმა გამოუცხადა ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს. ის არის თანამებრძოლი პუტინის დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთის ამოცანა არის შავი ზღვის რეგიონში და კავკასიიდან დასავლური ამერიკის ინტერესების გააწნეხვა. ვიცით, რომ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა განუსაზღვრელი ვადით და ბიძინა ივანიშვილს კიდევ უნდა აცილება სანქციების. ახლა მოიფიქრა ეს ტრიო კვარტეტი, მათი მოთხოვნით გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ დეგნანს შეხვდა. რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩის შორის შეხვედრის გამართვის თაობაზე, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ახლა იმათ საიდან იცოდნენ, თუ ბიძინამ არ უთხრა და ბიძინამ თუ არ დაავალა რომ მომთხოვეთო, მაგრამ რაღაცნაირად ეს თამაში გაითამაშა, რომ მე კი არ მინდოდა თქმა, მაგრამ აი ხალხი მოითხოვს, რომ თქვა, რა თქვა, ახლა არაფერი არ თქვა ისეთი, შეხვდა დეგნანს, დიდი რამე, აბა ვის უნდა შეხვდეს დეგნანი თუ არა რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ. როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შეხვდი. და დეგნანმა თავის მხრივ ჩაუშვა ბჭყალებში, რომ ეს პირველი კი არ იყო, რაც რეგულარულად ხდებოდიო იმ ივანიშვილს, უბრალოდ, რატომღაც თუ მოუნდა იმას გაბაზრება ბჭყალებში ამ შეხვედრის, კი ბატონო ვადასტურებ, რომ აი მანამდე შეხვედრი ვარ და ახლა შევხვდი. რატო შეხვდა ივანიშვილს? იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ეს არის არაფორმალური მმართველი და ყველა მასთან დაკავშირებული პირი არის დღეს ფორმალურ პოზიციებშიც, გარდა იმ არაფორმალური აქტორებისა, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში. ხო, მისი პირადი თანაშემწეები, იურისტები და ამ შემდეგ არიან დღეს მინისტრები, ვინც ყვიტავენ ქვეყნის ბედს. ქვეყნის ბედს ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმ ხალხის რომელიც წარმოადგენს უმრავლესობას 80% ამ ქვეყნის მოსახლეობის. ეხლა რასაც ვიტყვი, მე თვითონ არ მინდა დავიჯერო, რომ ასე წავა საქმე, თუმცა სამწუხარო ფურცლის დღევანდელ ქართულ საქართველოს ისტორიაში ამ სამწუხარო ფურცლის გადაშლა უკვე დაწყებულია, როდესაც არა კონკრეტულ პერსონას რამეში უდანაშაულოთ აბსოლუტური აბსურდებით მოტანით ზდებენ ბრალს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იქნება ეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი, თუ მანამდე იქნებოდნენ სხვადასხვა სენატორები და ევროპარლამენტარები, დღეს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევასთან აქვს საქმე და ეს არის უკვე დადანაშაულება არა კონკრეტული პერსონების, პიროვნებების, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სტრატეგიის საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის თქმის საჭიროება გახდეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავუტოვეთ ჩვენ მართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად, იმიტომ რომ დეტალებში ვიცით შინაარსი. მიაღწიეს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე და ამ პროცესში გამოეყენებინათ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ ისინი თვლიდნენ, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია, მას გავლენა აქვს, ავტორიტეტი აქვს, ეს ადამიანები ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდნენ.
არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო უკმაყოფილო მთავრობის გადაწყვეტილებით, სანქციებთან დაკავშირებით და ომთან დაკავშირებით. და ამის შემდგომ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ამ საკითხებზე მიაკითხა მას კელი დეგნამ. კონსპირაციაში არ შევდივარ, მე მგონი ჩვენ ყველამ ვიცით თუ ვინ დგას აი ამ წერილების და ამ გაუგონარი დეზინფორმაციული კამპანიის უკან და ეს ბატონ ივანიშვილია სამწუხაროდ და თუ ესე არ არის, მაშინ ის უბრალოდ უნდა გაემიჯნოს თანაც მკაცრად ბევრამია ხო ამ წერილებში. თავარს უნდა გაემიჯნოს, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მისი სტრატეგია წინააღმდეგობაში მოდის და უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. მოდით ძალიან კაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები. არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ერთის მხრივ მან აი ამ ქმედებით, რასაც ის აკეთებს დასავლეთის მიმართ ამ ლანძღვაგინებას, მოსკოვში უნდა გააგზავნოს დასტურის დეპეშა, რომ ის მოსკოვის ერთგულია. მეორეს მხრივ კი ამით ის დასავლეთსაც უგზავნის გარკვეულ უწყებას, რომ დამელაპარაკეთ. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ბატონ ბიძინას აზროვნების სიღრმეს ჩავწოდე და ასე ვთქვათ, მისი თამაშის სტრატეგია ამოვიცნო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არაფერს ორიგინალურს არ ვიტყვი, ბევრი ფიქრობს ასე, რომ ეს არის შანტაჟი ამერიკის, რომ არ დამინიშნოთ სანქციები, თორე გადავდგამე იანუკოვიჩის ნაბიჯს და ბოლომდე რუსეთისკენ წავალ. ანუ რაღაცნაირად ასეთ საბეჭდილება გრჩება და ახლა რამდენად სწორად ხვდებით ბატონი ბიძინას აზროვნების სიღრმეს არ ვიცი. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა გულწრფელად არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის. გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ. ანტიდასავლური შედეგი საქმით უკვე დადგა, ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მაშინ, როდესაც ჰქონდა მინიმუმ იგივე თუ მეტი არა შანსი, რაც მოლდოვას. უნებრივია, თუ დეპოლარიზება გინდა, ერთ-ერთია მაგალითად, რომ ამ არხის დამფუძნებელი თუ დირექტორი თუ როგორც არის, რომელიც დღეს ციხეში ზის, ის რომ არ დაეჭირათ. ხაბატონო თეა. დღეს კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა. ახლა უკვე მარტო ჩვენი ოპოზიციის კი არა, არამედ ევროპელების და ამერიკელების ვარაუდებიც არის, რომ უბრალოდ კი არ ვერ შეძლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საბოტაჟი ჩაუტარა შეგნებულად, ასე ვთქვათ, საკუთარ განაცხადს, ხო? ნიკა გვარამიას დაპატიმრება თითქოს ამისთვის იყო, რომ არ მოგცეთ კანდიდატის სტატუსი. თუ გადავხედავთ ისტორიას, აი ესეთი манипуლირების და მოთმინების ელასტიურობა ამერიკასაც და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროს რაღაცა დროს ეწურება ხოლმე და მეორე ძიმედ თავდება ავტორიტარული სისტემისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის რაც მათთვის ძიმედ დამთავრდება, ქვეყნის ბედზე არ აისახოს. მივედით ისეთ მიჯნასთან, როდესაც ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში და უკლებლი მთელი საზოგადოება ელოდება რა მოხდება. შეინარჩუნებს ივანიშვილი ძალაუფლებას, თუ მას მოუწევს ძალაუფლების დათმობა და ქვეყანა დაუბრუნდება, დადგება განვითარების რელსებზე და გააგრძელებს წინსვლას. ოპოზიცია აღარ ჩანს როგორც რაღაც ძალა, ანუ ის არასხივებს რაღაც ძალას, ის არ არის დამაჯერებელი ხალხისთვის როგორც ალტერნატული ძალა. ხო, არსებობს 12 ეს რეკომენდაცია, ხო, რომელზეც, ამბობს ოპოზიცია და ჩემი აზრით დამაჯერებლად ამბობს, რომ ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის, მეც ვფიქრობ, რომ არ არის, მაგრამ შენ თუ ხარ, რაღაცნაირად უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ ხარ ამის გამკეთებელი, ხო? შექმენი რაღაც ორგანო,
ხო, რომელიც აჩვენებს, რომ შენ შეგიძლია თანამშრომლობა. დასავლეთი არაპირებს არავისთან ვაჭრობას, პრინციპებთან დაკავშირებით. ერთადერთი დასავლეთი, რაზეც შეიძლება მას ელაპარაკოს, ეს არის წასვლაზე და წასვლის შემთხვევაში გარკვეული უსაფრთხოების გარანტიებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამერიკელები ერთხელ კიდევ დაელაპარაკებიან ივანიშვილს. ოღონდ ეს არ იქნება ვაჭრობა. და ივანიშვილს მოუწევს წასვლა. ოღონდ ამ ლაპარაკის წინ ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს ყველას, ივანიშვილსაც და ამერიკელებსაც, რომ მას უნდა თავისუფლება. და ჟურნალისტების დევნა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, აი ესეთი ფაქტები დღეს სამწუხაროდ ახალ მოცემულობად დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში. ქართული ოცნება ლამის თავად აწესებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების შევიწროვების მისეულ სტანდარტს. ხანდახან ეს დევნა ლანძღვით შემოისაზღვრება ხოლმე, როგორც ეს კობახიძე მიკადრა ჩვენი არხის ჟურნალისტის მისამართით, ზოგჯერ კი ფიზიკურ ძალადობაშიც იზრდება ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში მოძალადეების მთავარი დამგეშავი სწორედ მართველი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდება ხოლმე. მაგრამ ჟურნალისტების დევნის, თვალთვალისა და შევიწროების რთული მისია მაინც სამართალდამცავ უწყებებს ეკისრებათ. ათეულობით ჩემი კოლეგის, მათ შორის ჩემი სატელეფონო საუბრებიც სუსის მხრიდან უკანონო მოსმენის საგანი გახდა, რაც უწყებიდან გაჟონილმა დოკუმენტებმა დაადასტურა. პოსტფაქტუმის ნიუსრუმში სავარაუდოდ თვეების განმავლობაში უკანონოდ ხორციელდებოდა მიყურადება და აუდიო ჩაწერა. თუმცა თენგო გოგოტიშვილის მიმართ დაწყებულმა ჭკუის სასწავლებელმა რეპრესიებმა, რომელიც სხვათა შორის ირაკლი კობახიძის მხრიდან მასზე სიტყვიერ თავდასხმას მოჰყვა, ოდნავ განსხვავებული ელფერი მიიღო. მამიკო, კანკალებ, მართლა ვკანკალებ. ეს ამბავი ჩემთვის აქ და ამ წამს დაიწყო. თუმცა სინამდვილეში დასაწყისი გაცილებით ადრე ჰქონდა. გოგოტიშვილი, ვარ თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერი, პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს უნდა ჩაერთოს დღეს ომში. თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი ხსნა თუ რაღაც სიტყვით ამბობდა, არ მახსოვს, მაგრამ ომია გამოსავლა ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში. ამის მთქმელი მართველი პარტიისა და მართველი ფრაქციის თავმჯდომარეების განზრახვაში, პატიოსნებასა და გონებრივ რესურსში შეიძლება შეიტანო ეჭვი, მაგრამ მათ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებში ეჭვს ვეღარ შეიტანთ. მათი ორკესტრირებული განცხადებები ყველასთვის ქვემო ჟღერს, როგორც ბრძანება ფას. დღეს მეორედ გაგვაჩერეს, რა დავაშავეთ? 2 დღე ზედიზედ რატომ გვიჭერენ? ეს ჩემი 6 წლის შვილის ხმაა, უკანა სავარძლიდან, რომელიც თავის 8 წლის ძმასთან ერთად ამის შემდეგ 2 დღე საერთოდ არ გამოსულა ქუჩაში და სულ კითხულობდა, რას გვერდჩის პოლიციაო. მართლა ვკანკალებ, მართლა. მეც იგივე უნდა გამიკეთონ, მე ხომ არ ვსვამ. აქეთ წახვალ ეს დაგემართება, იქით წახვალ ის. საგზაო მოძრაობის ნიშნები უძველეს ზღაპრებშიც კი არის. ხოცმაკი დედაქალაქის გულის გულში გზა ისე გადაკეტა, ერთი ნიშანი არ მიაკრა, საით უნდა წახვიდე. ამიტომ ყველა ისე ატრიალებს, როგორც მოესურვება. მეც ასე ვაკეთებდი იმ დღიდან, რაც მელიქიშვილის ქუჩა გადაკეტეს. იმ საღამომდე, როდესაც პატრულის მანქანა დამეწია და გაჩერება მიბრძანა. პირველ პოლიციელს რატომღაც მოჰყვა მისი მეწყვილე, ზუსტად იმავე კითხვებით. როგორ უნდა მოხვდა გოგებაში? სახელი გამახსენეთ. თენგის გოგოტიშვილი. ხო, ბატონო თენგი. საიდან მოდიოდით საერთოდ? ელბაქიძით? ელბაქიძით ამოვიდა. ელბაქიძით ამოვიდა. კარგი, 2 წუთი. ყველა ეგრე ატრიალებს. მე სულ დგას პოლიციის მანქანა, არავის არ გაუჩერებდა და არავის არ გაკიდებია. კარგი, 2 წუთი თამელი. ბატონო თენგი, ძალიან გამოგეწერა 50 ლარი დარღვევიში. 30-ში უნდა გადაიხადო. ის გამომეწერა მითხრა. ხადი რომ გადმოგეცე. ხო, მაგრამ ყველა კვეთს მაგას, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ალტერნატიული მარშრუტი უნდა მოგეძებო. კიდევ ერთი კვირით უკან რომ გადავიდეთ, მოხვდებით რაჭასა და იმერეთში, სადაც ასევე ოჯახთან ერთად ჩასულს პოლიციის დაუფარავი დევნა შემხვდა. ლონდონში ბაზირებულმა ორგანიზაციამ სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის ამბავის საგანგებო რელიზში შეიტანა. დანაშაულის სახე, მიყურადება, თვალთვალი სასამართლოს დადგენილების გარეშე, დამნაშავე, ხელისუფლება. თენგის გოგოტიშვილს ქალაქ ონსა და საჩხერის მუნიციპალიტეტში აედევნენ პოლიციის მანქანები. პოლიციელები მობილური ტელეფონებით იღებდნენ ჟურნალისტის გადაადგილებას და სდევნიდნენ მას.
დიდვანი ქოცების პირადი შეტევიდან სულ 3-4 დღე იყო გასული, მაგრამ ონისა და საჩხერის შემთხვევები ადგილობრივ თვითშემოქმედებას უფრო დავაბრალე და გადაღება არ მიცდია. ოღონდ შემდეგ რომ დაიწყო და აღარ დასრულდა, მოვლენებს სხვა ლოგიკა მიეცა. ვაცხადებს სრული პასუხისგებლობით, რომ მასში არსებობს პოლიტიკური დევნის ელემენტები, ეს არ ამგონია იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელწერა, ეს შეიძლება იყოს რომელიმე უფრო სხვა მონათესავე სამართალდამცავი უწყების პირადი ინიციატივა. ჟურნალისტურ ეთიკაზე თუ ვისაუბრებთ, დევნის ორკვირიანი ისტორია მხოლოდ ვერსიაა. თუ ვილაპარაკებთ ამ ქვეყნის მმართველთა ეთიკაზე, ხო რა ვიცი, მე რა უნდა გითხრათ, ან კობახიძის ეთიკაზე, ან დინარაძისა, ან იმ მაღალჩინოსნებისაზე, ვინც გადაწყვიტა შვილები დამიტეროროს. იცვლებიან ხო პატრულ ეკიპაჟები, ხვალ თუ არ მისცეს თქვენი სია, თქვა აღარ გაგაჩერებენ უკვე. თუ ხელმძღვანელობამ ან დაინტერესებულმა პირმა გადაწყვიტა თქვენ ყოველდღე მოგიშალოთ ნერვები, თქვენ სტომერს ყოველდღე გადასცემენ. თუ გადაწყვიტეს რაღაც კვირაში ორჯერ მოგიშალო ნერვები, კვირაში 2 დღე გადასცემენ. ზუსტად ასე მოხდა ჩემი მანქანის კიდევ ერთი გაჩერებისას. პატრულის ინსპექტორმა დამისახელა მანქანის იდენტური მოდელი, იდენტური ფერი და სახელმწიფო ნომრის ციფრები. სერია არ უთქვამთ, მაგრამ ასეთი მანქანის დაკავება გვიბრძანდეს, რა კი კამერამ დააფიქსირა დარღვევა. მე სხვა არაფერი ვიცი, მოვა მეორე ეკიპაჟი და გაირკვევაო. მეორე მანქანით მალე მეთაური მოვიდა და იქვე დაიწყო სახელდახელო თათბირი ჯერ ხელქვეითებთან, შემდეგ 4-ვე პარალელურად ტელეფონებით ვიღაცებთან. სამწუხაროდ ამ ყველაფრის გადაღება მხოლოდ 9 საათიანი ლოდინის შემდეგ დავიწყეთ, როდესაც ცხადი გახდა, რომ შემთხვევითობა აღარ იყო. შეცდომა სხვა მანქანა ყოფილა, პოლიციები ზოგადად გავიგე, მაგრამ რატომ უნდა გააჩეროთ მანქანა, რომ შეიძლება ვიდეო ჯარიმა მოვიდეს და მარტივად მოგვარდეს პრობლემა. კამერა შეიძლება დაინახო ოპერატორი. სხვა მანქანა. ჯარიმის გამოწერას სჭირდება დაახლოებით 2-3 წუთი. მეტი დრო ჯარიმის გამოწერას არ უნდა, არ სჭირდება. მინისტრამდე, პატრულ ინსპექტორის შესრულებული დავალება მინისტრამდე რომ მივიდეს, უნდა გაიაროს დაახლოებით 4-5 საფეხური. 4-5 საფეხურის გავლა სჭირდება 9 საათი. ხრეკავენ იერარქიულად ზევით, მერე ზევიდან ისევ ქვევით და ამას უნდა დრო, რა თქმა უნდა. მოგვიანებით ნამდვილად დავინტერესდი და გავარკვიე, რომ იმავე ფერის, მოდელისა და ნომრის მანქანა თუნდაც სერიით განსხვავებული საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. პოლიციელის დათარი ახსნა ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილი ან მაღალ, ან უფრო მეტის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე. ეს შეიძლება იყოს რომელიმე მოადგილის დონე, ან პირველი პირის უწყების. სადაც დაჯარიმება გადაიფიქრეს, იქ შესაძლებელი არაფერია. სადაც ჯარიმა გამოწერეს, კითხვები ნამდვილად ჩნდება. თვითგამოცხადებული მედია კრიტიკოსების აყურადღებოდ. კოსტავას ქუჩაზე ღერძულა ხაზის გადაკვეთასაც ვაღიარებ და ჯარიმაც მეორე დღესვე გადავიხადე. მაგრამ რა კი 6 და 8 წლის შვილებსაც კი გაუჩნდათ ეჭვი, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა 9 საათით გაჩერება შემთხვევითი არ იყო, ამის უფრო ღრმად გაგება გადავწყვიტე. ადგილზე დაკვირების პირველი დღე. თავიდან ვცდილობდი მანქანების მოდელები ავამეწერა და ერთი გვერდი რო გავასვა, მე მივხვდი რომ ტყუილი შრომა იყო და ჯოხებზე გადავედი. ყოველი ეს მოდელი, ყოველი ეს ჯოხი დაკარგული 50 ლარია. ბიუჯეტისთვის დაკარგული 50 ლარია. ისინიც რომ ისეთივე გულმოდგინები დაგეჯარიმებინათ როგორც მე. ჩვენ ეკონომიკური ზრდა 2 ნიშნა კი არა, 3 ნიშნა გვექნებოდა და მე ნახე ჩვენი პრემიერი როგორი თავაწეული და მეტრო რუსთაველის წინ სადაც დამაჯარიმეს არ ღვევს ყველა. ვისაც არ ეზარება კი არა, ვინც უბრალოდ ვერ იგებს, საჩემს დენდროპარკში წავიდეს, როდესაც წინ მხოლოდ აკრძალვის ნიშნებია და არანაირი მიმართველი ის არის. მეტიც, იქ სისტემურად არღვევენ 2 მარშრუტის, 408 და 420 მიკროავტობუსები, რომელთაც იმავე ღერძულა ხაზის გადაკვეთა ოფიციალურ სულაგეზად დაუდგინეს. აი ამ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა შეიძლება? პატრულ თხოვეთ ნება და დაგხვდეს, რომ იქ მოვტრიალდე და შემოვიდეთ. პატრულის ნება თუ აი? არ დაუჯარიმები ხართ ამის გამო არა? როდისმე ვინმე ჯარიმა მოსულია, ან თუ არ გაგიგიათ, ან სხვა სამარშრუტო. არაფერი არ უთქვია ძმა. პოლიციის წინაც ატრიალებდი. დიახ. და ხედავდა პოლიცია. დიახ. პოლიცია ახლა არ გვიშლის ჩვენ, პატრული არ გვიშლის და არაფერი არ ყოფილა უთანხმოება ისეთი, რომ არ გადახვიდეთ ეს. ამიტომ ავდივარ. თუ გინახავთ რომ სხვა მანქანას დაუჯარიმებიათ ან გაკიდებიან სხვა მანქანას? არა, არ მინახე, არა. თუ ვინმეს რამე ჰქონდა ჩაფიქრებული, მიაღწია იმას, რომ დევნილი მანქანა გარაჟიდან პირველად მე-4 დღეს გამოვიდა. მარტივი ექსპერიმენტისთვის. მეტრო რუსთაველის წინ გზა არის გადაკეტილი და ვერ ვიგებ საით უნდა წავიდე, ორივე მხარეს ვარღვევდა. პატრული მინდა მოვიდეს და ამიხსნა საწავიდე, რომ რამე არ დავარღვიო და მე არ დამაჯარიმოს. 112 კარგად ვერ ხვდება მძღოლის გასაჭირს და თბილისის საპატრულო პოლიციის ნომერს მაძლევს. მორიგესაც იმავეს უხსნი. მარცხნივ ღერძულაა, მარჯვნივ მოედნიდან მომავალი საპირისპირო მოძრაობის 3 ზოლი. 19 საათი და 10 წუთია. მაინტერესებს შემილია თუ არა ამ უწყვეტი ხაზის გადაკვეთა? დიახ, როგორ არ შეგიძლიათ ბატონო. არა, არ შემიძლია, იმიტომ რომ 2 დღის წინ დამაჯარიმეს მაგის გამო და ამიტომ მინდა მოვიდეს პოლიცია და მითხრას. მან დაგაჯარიმეს? აქ დამაჯარიმეს და მოვიდეს პოლიცია და მითხრას.
რომ მაქვს უფლება და გადავკვეთ მაშინ და წავალ ჩემი გზით. მოვა დაელოდეთ გენაცვალე ხომ მე. კარგი მადლობა. ვინ არის? ეხლა მედიზი ალბათ რეკვა უფროსო ის კაცია ჩვენ რო უნდა დავაჯარიმოთ რა ვქნათ მივიდეთ არ მივიდეთ უფროსი ურეკავს ის კიდე უფროსი ურეკავს და ვართ ეს ხერულებაში 23 წუთია რაც პოლიციაში დახმარებისთვის დავრეკე და თბილისის საპატრულო პოლიციის მორიგემ დეგენერატი მიწოდა მაგრამ პატრულს არ მიგზავნის გამარჯობა მე გესაუბრეთ 1:45 წუთის წინ აი დეგენერატი რომ მიწოდეთ თუ გახსოვთ პატრულს ველოდები ისე ვდგავარ კოსტავოს ქუჩაზე შეგიძლიათ გავუმიგზავნოთ პასუხი მჭირდება. თქვენ მიწოდეთ ბატონო. მე გიწოდეთ, თქვენ რა გეშლებათ ბატონო. ნუ შეიძლება თქვენ არ იყავთ, მაგრამ მორიგე იყო, ვისაც ვესაუბრე. მე ხმით გავდით ძალიან. მორიგე ვარ მე, პატიცემულო, მორიგე ვარ. ლაშა პატიცემულო. მე თქვენთვის იდიოტი არ მიწოდებია და არა, იდიოტი არ მithქვას, მე დეგენერატი ვთქვი. კარგი, პატრულის ეკიპაჟი შეიძლება მოვიდეს თუ არა? არ მოვიდა ეკიპაჟი? არა, არ მოვიდა. ქალაქის პატრულის მორიგე 112-ში მაბრუნებს. პირველი ზარიდან საათისა და 10 წუთის შემდეგ 20 საათსა და 20 წუთზე პირველი ეკიპაჟი მოდის. ეხლა მე ეს რო გადავკვეთო, ჯარიმა მომივა? არა ბატონო, არ მოგივა. და 2 დღის წინ რატო დამაჯარიმ? ვერ გეტყვი ბატონო, მე ხო არ ვიცი ბატონო რა მოხდა, არ ვიცი ბატონო, ვერ გეტყვი. პირველი ეკიპაჟი შიდა თათბირს იწყებს. რამდენიმე წუთში მეორე პატრულის ინსპექტორი მეორე სრულიად საპირისპირო ვერსიას მიმტკიცებს. აკვიც არ ყვევს ამ ყველაფერს. ამ ეწერება შესაბამისი ჯარი. თუ ეკიპაჟი დალაგდები და გადაწყვეტ შეიძლება თუ დალაგებულები ვარ, ჩვენ ძალიან დალაგებულები ვარ, ძალიან კარგად ვარ ბატონო დალაგებულები. ორ კაციან ეკიპაჟი, ერთი მეუნება დარღვევა არისო, მეორე მეუნება დარღვევა არ არისო. აი როგორ უნდა გავიგო ეხლა დარღვევა არის თუ დარღვევა არა. მეორე მანქანა მოვიდა, ეთყობა 10 მეთაურია ან 20 მეთაური, არ ვიცი. დიდი კონსილიუმია ეხლა მოკლედ ჩამითვალონ დარღვევა თუ არ ჩამითვალონ დარღვევა. იმიტომ რომ კამერა ცუდად მიქმედებს ამაზე ძალიან. მიმართეთ პრესენს ვერ მეუნებიან გზაზე ვარ გაჩხერილი. ქერძულა ხაზი რადგან გვაქვს? ხო. არ შეიძლება. უნდა ვიმოძრაოთ ახლა უკვე მიმართულებით დღეს ეს განანახო შემთხვევაში გავიდეთ ახლობიანის ქუჩით, ჭაველიძის და მიბრძანდების. დაახლოებით დათვლილი გაქვთ რამდენი მანქანა არღვევსა? სტატისტიკა არ შეგვიდგენია მაგასთან დაკავშირებით. ყველა ფორმალობა ბოლომდეა დაცული. ხელია მოსაწერი ოქუმზე, რომლის არც ასლს მაძლევენ და არც ტელეფონით გადაღების ნებას მრთავენ. რაც არის, პირდაპირ კითხვის დრო დგება. ამიხსენ ჩემი მანქანის ნომერს რა პრობლემა აქვს? თქვენი მანქანის ნომერს რა პრობლემა? რა ვიცი, აი აქ ვიდეო კამერაც რაღაცა ფარული პრობლემა აქვს აშკარად და ეგ მაინტერესებს. არაფერი ფარული პროვისაა. რაღაც შავსიაში ვარ. არაფერი. აი ეს ეგ საუბარი, ახლა ეგ ისეთი ხდება. თქვენ იცით ეგ ამბავი. რომ შავსიაში რო ვარ. როგორ გიგადრება? პირიქით მეუბნებით და საქმეს და დაკავშირებით არ საუბრობთ, ახლა სხვა თემაზე საუბრობთ. პატრულის ოფიცრებს სასცენო ხელოვნებას არ ასწავლიან. თამაში კი მაინც და მაინც კარგად არ გამოსდით. რეაქციაზე ეტყობათ, რომ კითხვაც კარგად გაიგეს და პასუხიც აქვთ. თუნდაც ნაწილობრივი. მოკლედ, ვიცით, რომ იცი, რომ ვიცითო. აწი სიტყვა მათ უფროსებამდეა მისატანი, რადგან საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, პირადად მე ვიჯდები თუ არა საჭესთან, როდესაც ქვეყნის საჭე სრულიად ბლაგვი კაცის ხელშია და თუ დროზე არ დავამოხრჩეთ, აუცილებლად გადაგჩეხავს სადმე როსტოვსა და ასტრახანს შორის.